ნახალ ქალაქ ბათუმის ამბებზე უნდა გადავერთოთ. გუშხმაურიანი დღე იყო ბათუმის თეატრში. იქ ნუკრი ქანთარი არის დანიშნული დირექტორად, ოცნების ძველი დეპუტატი და ასევე ძველი გვარდიელი, სხვა შორის 2012-იანელი, როგორც უყართ ხოლმე ოცნების რიგებში თქმა და ახლა რაც თანამდებობას დანიშნეს აქ პარლამენტში აღარ ყავთ და გარდაიცვალა ბათუმის თეატრის მსახიობი ოთარ ქათამაძე ამ კვირებში, გასულ კვირებში და ეს ტრაგიკული ამბავი არის ძალიან ქალაქ ბათუმისთვის და ყველასთვის, ხო, ვინც ახლა ამ ადამიანს იცნობდა და გუშინ იყო შეხვედრა, სადაც თეატრის დასი ხვდებოდა ახალ დირექტორს. ახლა ახალმა დირექტორმა როგორც ჩანს დრო ვერ გამონახა იმისთვის, რომ მიესამძიმრებინა გარდაცვლის ოჯახისათვის, თან ამას ქმნიდა ის კონტექსტი, რომ ზოგადად ბათუმის თეატრის დასი ძალიან ოპოზიციურად არის განწყობილი და ხმამაღლა აფიქსირებდა თავის პოზიციას. გუშინ შეხვედრა გაიმართა და როგორ დასრულდა ეს შეხვედრა, ბატონი ქანთარი ამ შეხვედრიდან გაიქცა და არის დიდი დაპირისპირება ბათუმის თეატრში. ჩვენ ახლა ჩაგვერთვება ბათუმის თეატრის მსახიობი ტიტე კომახიძე. ტიტე, მოგესალმებით, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. რა ხდებოდა გუშინდელ შეხვედრაზე რომ მოგუყვეთ, როგორ ჩაიარა, როგორ დაიწყო დაპირისპირება საერთოდ, რომელიც მე ჩვენ ვნახეთ ვიდეოების სახით ინტერნეტში. მოგესალმებით და მივესალმებით თქვენს მაყურებელს. რაც შეეხება გუშინდელ დღეს, ჩვენ თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი უკვე დირექტორი ახალი კანონმდებლობით შეებულების შემდეგ ჩვეულებრივად მოიწვია დასის კრება ბატონმა ალექსანდრე ქანთარიამ და იმის მაგივრად რომ თეატრში შემოსვლას დაეწყო თავისი სიტყვით გამოსვლა სამძიმრით ჩვენს მიმართ, ქალაქის მიმართ, რა ვიცი, გარდაცვლილი ჩვენი მეგობრის და მსახიობის ოთარ ქათამაძის ოჯახის მიმართ პირიქით დაიწყო გეგმებზე საუბარი, დაიწყო გასტროლებზე საუბარი, რაღაცა ახალი ადამიანების მიღებაზე საუბარი, რაც რა თქმა უნდა არასასიამოვნო იყო ჩვენთვის და ამან კიდევ უფრო გაამძაფრა ისეთ გაბრაზებული ადამიანების განწყობა და ჩვენი თეატრის უფროსი თაობის მსახიობმა ბატონმა ალთანდ ქარჩავამ მას არ მისცა სიტყვის გაგრძელების უფლება და ძალიან დიდი გულისტკივილი და გულისწყრომა გამოვთქვით უკვე მე მთელმა დასმა იმის შესახებ, რომ ნუკრი ქანთარია სულ რაღაც ერთი კვირის წინ დაგზავნეთ ჩვენი მეგობარი და არ ჩამოსულა ბათუმის თეატრში, როგორც სამხატვრო ხელმძღვანელი, არ მოსულა, არ მოუსამძიმრებია ჩვენთვის, არ მოუსამძიმრებია ოჯახისთვის, არც რა ვიცი, ქალაქისთვის, არავისთვის. ის იმყოფებოდა მთაში, როგორც თვითონ აღნიშნა, არც კი სამძიმრის წერილიც კი არ გამოუქვეყნებია ამ Facebook გვერდზე, ან პირად გვერდზე, რომ ჩვენ ვთქვათ თითქოს რაღაცას რომ გვითანაგზნობს მაინც. ზუსტად ვიცით რომ არც არაფერს არ გვითანაგზნობს, მაგრამ ამას ვიღაცის დასანახად მაინც გააკეთებდა, ხო? არა, ეგეც კი არ ჩათვალა საჭიროდ და იმის ღირსად კი არ ჩათვალა, რომ გუშინ მოვიდა თეატრში და იქაც კი აღარ გამოგვიცხადა სამძიმარი. ზოგადად ამ ამბამდე როგორც ჩანს არსებობდა ღრმა უნდობლობა თქვენსა და თეატრის დირექტორს შორის, ხო? იმიტომ რომ მოლოდინი იმისა და განწყობა ამისა ის ამას აჩვენებდა გუშინდელი შეხვედრაც, ხო? საიდან დაიწყო ეს ყველაფერი? ფიქრობთ რომ აი ნუკრი ქანთარიას კანდიდატურა თვითონ თავს მოხვეულია ბათუმის თეატრისათვის? არ არის ორგანული? იცით რა, ნუკრი ქანთარიას კი ბატონო, ნუკრი ქანთარიას კანდიდატურა ნამდვილად თავს მოხვეულია ბათუმის თეატრისთვის, იმიტომ რომ ეს ადამიანი ჩვენ არ აგვირჩევია, ეს ადამიანი ჩამოგვიყვანეს, დაგვისვეს და დაგვინიშნეს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად. რადგან ჩვენ პროტესტი არ გამოგვითქვამს, იმიტომ რომ ეს კარგად არ ვიცოდით ამ ადამიანს, ვიცოდით რომ იყო ყოფილი პარლამენტარი და პროფესიით რეჟისორი, რომელსაც ყავს სტუდენტების ჯგუფი შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში. მეტი არაფერი არ ვიცოდით ამ ადამიანის შესახებ, მაგრამ პირველივე რაღაცა დღიდანვე რაღაცა უნდობლობის მომენტი შედგა ჩვენ შორის. ადამიანი, რომელიც მოდის ბათუმის დრამატულ თეატრში, თეატრის სხვადასხვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ამ კაბინეტში იჯდა უამრავი ესეთი სახელოვანი რეჟისორი, სახელოვანი მსახიობი თეატრის ხელმძღვანელად და აი ეს კაბინეტი გადატიხრა ამ ადამიანმა დივანი დასვა, რომ რაღაც
თითქოს კომფორტს იწყობდა ისეთ როგორც ალბათ პარლამენტში ქონდა მოითხოვა მანქანა, ხელფასი საკმაოდ დიდი თანხა 6000 ლარი იყო მაშინ, ახლა მე მგონი 10000 ლარამდეა ხელფასი, როცა ეგეთი ხელფასი საქართველოში არც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს არ აქვს. ჩვენ ხელფასთან შედარებით ხო ეს არც არაფერია, ჩვენი ხელფასი ელემენტარული რაღაცა გზის ფულია, რომ სახლიდან თეატრამდე, თეატრიდან სახლამდე ვიგზავნოთ. და თუ კი რაიმე პრეტენზია გქონდა სარეპერტუარო პოლიტიკასთან, ძირითადად ჩვენ აბსოლუტურად აპოლიტიკურები ვიყავით, ჩვენ რაღაცა პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებდით, ჩვენი პოლიტიკა იყო თეატრის შიდა პოლიტიკა. ანუ რანაირი უნდა ყოფილიყო სარეპერტუარო პოლიტიკა, რანაირი უნდა ყოფილიყო თეატრის მოწყობა და რაღაც აი ამ გეგმებზე გვინდოდა საუბარი, რომელსაც არასოდეს არ ღებულობდა ეს ადამიანი ჩვენგან და პირიქით გამოიყენებდა ყოველთვის ჩვენს მიმართ რაღაცა სადამსჯელო ღონისძიებებს. ხელფასის დაკვითვაში გამოიხატებოდა ეს, მაგალითად თეატრიდან გაშვებაში გამოიხატებოდა, თუ ან თუნდაც იმაში, რომ აი ჩვენი მსახიობი მეგე კობალაძე მე-6 თვეა ხელფასს არ ღებულობს სრულად, იმიტომ რომ იყო ავად, წარადგინა ბიულეტენი, მაგრამ ეს ბიულეტენი ბატონი ქანთარიასთვის არაფერი აღმოჩნდა. აი და ეგეთი უამრავი შემთხვევა. იგივე მაკა შალიკაშვილი, რომელსაც მე არანაირი საწინააღმდეგო ამ გოგონას მიმართ არ მაქვს, მაგრამ მაკა შალიკაშვილი გაუშვა თეატრიდან და ზუსტად იმავე მიზეზით გაუშვა თეატრიდან ახალგაზრდა მსახიობი თორნიკე ბარამიძე. მაკა შალიკაშვილი ძალიან მალევე დააბრუნა თეატრში, ისე თავისი ინიციატივით, მაგრამ თორნიკე ბარამიძე აღარ დააბრუნა თეატრში. ესე იგი, აქ შერჩევით სამართალთანაც გვაქვს საქმე. ეს ადამიანი ამ თეატრში ცხოვრობს ისე, როგორც მას უნდა. ეს არის რეჟისორი, უფრო დიქტატორი, მე ესე ვიტყვი და არ ვიცი რა შეიძლება თქვა, ადამიანი რომელიც შემოდის თეატრში დილით 12 საათზე და ღამე 12 საათამდე კაბინეტიდან არ გამოდის და დასთან უშუალო ურთიერთობა არ აქვს და ყველას თავის კაბინეტში ელოდება, თუ რამე კითხვები გვაქვს, ნუ არ ვიცი, ეგეთი რამე მე არ მახსოვს 30 წელია თეატრში ვარ. თეატრი არის თავისუფლების, თეატრი არის ერთმანეთთან ურთიერთგაგების, თანადგომის, სიყვარულის მაგალითი უნდა იყოს ყოველთვის, მთელი ქვეყნისთვის, მთელი ერისთვის და ჩვენთან თეატრში ეგეთი რამ ბოლო პერიოდში სამწუხაროდ არ ხდებოდა. ხო, იცი მას სხვა შორის მიიჩნევენ უფრო კარგ პედაგოგად, ვიდრე კარგ რეჟისორად, აი რაღაც ესე თეატრალურ წრეებში, ხო, მიიჩნევენ რომ კარგი პედაგოგი იყო ახალი რეჟისორების, კარგი აღზრდელი და ზოგადად გამოსდიოდაო ახალგაზრდებთან ურთიერთობა. არ ვიცი ახლა როგორ გამოსდის ეს და საერთოდ აშკარად ურთიერთობები მისი დიდი პრობლემაა ცხოვრების ამ ეტაპზე, ხო? მე რასაც თქვენგან ვისმენ ეს არის და გუშტელი მისი საქციელიც ეს იყო, მას ალბათ გუშ შეეძლო რომ საუბრით რაღაცა შემოსულიყო კომუნიკაციაში, მაგრამ მან არჩია ადგომა და წასვლა, გაქცევა რაღაცნაირად. გამოჩნდა თუ არა ამის შემდგომ საერთოდ? არა, ნუკრი ქანთარია ჩვენ ამის მერე არ გვინახია, რაც შეეხება პედაგოგს კიდე გეტყვით, არ ვიცი ახლა მე მისი სტუდენტი არ ყოფილვარ და ვთვლი რომ ძალიან კაი პედაგოგები მასწავლებდნენ თეატრალურ ინსტიტუტში ნამდვილად და რეპეტიციებზე, როდესაც მასთან მქონია ურთიერთობა, მართლა მიგძნია ის, ოღონდ უფრო აი წინათაობის პედაგოგის ხელით მუშაობს, არ ვიცი, იმიტომ რომ არ გისმენს, არ გეთანხმება, არ მოგყვება და არადა ვინც ახლა ცოტა აზრზეა თეატრში სპექტაკლის კეთების მე მსახიობებს გულისხმობ, რა თქმა უნდა, ყველა მიცის რომ ეს რეჟისორს და მსახიობს შორის არის ტანდემი, რაღაცა აზრების ურთიერთგაცვლა, რაღაცა გემოვნებაზე რაღაც ჩამოყალიბება და ამ კაცთან ეგეთი რამე არ ხდება საერთოდ, არ ვიცი რა ვთქვა. პედაგოგაცაც მე ვერ აღვიქვა, მას ვერ მოგატყუხ. ბოლო კითხვა უნდა დაგიშვათ, ბატონი დიდე, აპირებთ თუ არა, გამოვიდა თუ არა ვინმე ასე რომ ვთქვა, საეგრესოდებული სახელმწიფო უწყებებიდან კონტაქტზე, ხო? თქვენთან ვინც კურირებს თეატრებს, კულტურის სამინისტრო ამ შემთხვევაში დაინტერესდნენ თუ არა რა ხდება? არა, სამწუხაროდ ჩვენ გუში ვარკვევდით აჭარის კულტურის მინისტრის ნომერს, გავარკვიეთ, არ გვიპასუხეს ამ ნომერზე, დღეს გვინდა რომ შევხვდეთ კულტურის მინისტრს, რა თქმა უნდა, თუ ისურვებს და შეგვხვდება და დაველაპარაკოთ ამ თემაზე, თუ არა, მაშინ მიმართავთ ისევ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, რომ ეს ადამიანი აუცილებლად უნდა წავიდეს ბათუმის თეატრიდან, მას არანაირი მორალური უფლება არ აქვს იყოს ამ თეატრში.
და თუ გადახედავთ Facebook გვერდებზე, უკვე ბათუმელებიც წერენ, ინტელიგენციაც წერს იმას, რომ ამ ადამიანმა თეატრი ნულს ქვემოთ ჩამოწია უკვე თეატრის რეპუტაცია ჩვენს ქალაქში და რა თქმა უნდა გემოვნება აქ ისევ და ისევ იგულისხმება ის სარეპერტუარო პოლიტიკა და ის სპექტაკლები, რაც ჩვენთან იდგება. ნუ კიდევ ერთხელ მგონი მაყურებელს გავახსენოთ, რომ ელისო ბოლქვაძე არის აჭარის კულტურის მინისტრი და თავისთავად ტელეფონს ვარყავს ხომ, ესეც მრავლის თქვენი ამბავია. მადლობა ძალიან დიდი ტიტე კომახიძე. ბატონი ელისოა და ვერ დავადგინეთ რას ელისო რა, უნდა ვერ დავადგინეთ ჯერ, მაგრამ იმედია დავადგენთ.